მე რა მაქვს მოსაზრება და შეკითხვები ალბათ იმას უფრო გეტყვით. პირველ რიგში მე მინდა ზოგადად გავაკეთო ესეთი კომენტარი ბატონ გრიგოლ, რომ ფიქრობ, რომ კიდევ უფრო მკაცრდება ანუ ის ნორმები, რომელიც თქვენ ჩვენთან საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში შემოიტანეთ რამოდენიმე თვის წინ. და ძალიან ცხარე დისკუსია გაიმართა ამასთან დაკავშირებით. ამიტომ მე სიმართლე გითხრათ ვერ გავიგე, ანუ მაშინ არ იცოდით ამ ცვლილებების შესახებ, რომ საჭირო იყო თავდაცვის სამინისტროსთვის, მერე გახდა ცნობილი, რატომ გახდა აუცილებელი, რომ დაახლოებით, ასე ვთქვათ, სულ რამოდენიმე კვირაში და განსაკუთრებით დაჩქარებული წესით შემოგეტანათ ის ცვლილებები, რომელიც რეალურად ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, განხილვის საგანი უნდა გახდეს. რატო არ იყო მაშინ, რატო არ შემოიტანეთ და ეხლა რატო შემოიტანეთ? ანუ რატომ კაცრდება ის ნორმები, რომელზეც ძალიან სერიოზული წუხილი ჰქონდა მათ შორის საზოგადოების დიდ ნაწილს. ეს არის პირველი ჩემი ზოგადი შეკითხვა და კომენტარი. მეორე, რაც მაინტერესებს, ხო, რამოდენიმე კითხვა მაქვს, მე დარწმუნებული ვარ, ჩემს კოლეგებს ალბათ უფრო სიღრმისეულად და გაცილებით უფრო ჩაუღრმავდებიან ამ საკითხს. რატო ხდება ცენტრალიზებული გაწვევის, ასე ვთქვათ, სამსახური? ანუ მთავარი საკითხი, რაც ხშირ შემთხვევაში დგას მათ შორის, ვთქვათ, სამინისტროების დისკრეციას დაკავშირებით, ეს არის ცენტრალიზებული სტრუქტურები, რომელიც რეალურად არის, ვთქვათ, იგივე კორუფციის მაღალი წყარო, იგივე ვთქვათ, გვაგონებს იმ რაღაც ძველ გადმონაშთს, რომელიც შეიძლება გახდეს, ასე ვთქვათ, არავითარი საერთო არ აქვს დეცენტრალიზაციასთან და მათ შორის როცა თვითმმართველობის საკითხები და თვითმმართველობა უნდა გაძლიერდეს, თქვენ ადექის და ეხლა თავდაცვის სამინისტრომ კვლავ რაღაცა ძველი კონცეპტუალურად ცენტრალური სისტემა შემოიტანეთ, ხო, რომელიც ნამდვილად მე პირადად მაგონებს იმ მახინჯ სისტემას, რომელიც იყო, ხო, წლების წინ. ამიტომ რატო გახდა აუცილებელი, რომ დისკრეცია იყოს თქვენი პირველი ცენტრალური გახდეს სისტემა, რაღაც ასე ვთქვათ, ცენტრალური კომისარიატები რო იყო გახსოვს. მე ძალიან კარგად მახსოვს ჩემი სტუდენტობის დროს ეს ყველაფერი როგორ ხდებოდა და ამიტომ რაღაც თქვენი განმარტება საზოგადოებამ და ახალგაზრდებამ მოისმინა პირველ რიგში ვისაც ეხება, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდების პრესინგი ხდება ზუსტად იმიტომ, რომ წინასაარჩევნო წელია და თქვენ გადაწყვეტეთ, რომ მარტის აქციების შემდეგ ახალგაზრდები კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, რაღაც ჩარჩოში მოაქციოთ. გარდა ამისა, მაინტერესებს, ვთქვათ, იქ გადავადებასთან დაკავშირებით. აი მაგალითად მე თუ ჩავაბარე მეორეჯერ მაგისტრატურაზე შემეხება თუ არა, იმიტომ რომ კანონში არ არის ზუსტად მოცემული დაუშვათ რომ თქვათ ერთხელ დავასრულე, მე კიდე ჩავაბარე, იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ დისტანციური სწავლა ამოგიღიათ საერთოდ და ადამიანი თუ თქვათ მაგალითად MIT-ში სწავლობს დისტანციურად და ბევრია ესეთი შემთხვევა, იმიტომ რომ ზოგს ახალგაზრდას აქვს პრობლემა თქვათ იგივე ოჯახში, ვერ ტოვებს დედას, მამას, მშობელს ან რაღაც არსებობს ხო პრობლემები და დისტანციური სწავლის ასე ვთქვათ მექანიზმი ძალიან სერიოზულია და ძალიან მნიშვნელოვანია და მაშინ როდესაც მე შემიძლია რომ ვთქვათ იგივე MIT-ის დიპლომი მივიღო, ამ დროს თქვენ ამბობთ რომ არა, იცით რა, არ უნდა მიიღოთ დიპლომი, იმიტომ რომ დისტანციური სწავლა არ ითვლება აქტიურ სწავლად. არ ვიცი რატო ჩათვალეთ ესე და ზოგადად მე მართლა მაინტერესებს სამინისტრომ როგორ უნდა დაადგინოს ანუ ადამიანი ვთქვათ რწმენაზე აფერისტობს თუ არა. მართლა არ მესმის. ანუ ექსპერტები რაღაცა საექსპერტო სამსახურს ჩამოაყალიბებთ, დაკითხავთ ამ ადამიანს, ვთქვათ იგივე, ხო, დისკრეცია თქვენია და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ეს ერთპიროვნულად. ანუ ვინ იქნებიან ეს ადამიანები, დეპარტამენტის შექმნით, სამმართველო ყავთ თუ როგორ ხდება ამისი რეგულირება, იმიტომ რომ ეხლა მე სიმართლე გითხრათ, ნამდვილად წინა დისკუსიაში, რომელიც რამოდენიმე თვის წინ ბატონო არ მოგწონს კითხვა თუ რა არის ახალისო აქ მე ვერ ხვდები უბრალოდ არა იმიტომ რომ არა ხო რაღაც ეს არის ერთი წუთით გალბატონო ხათი ერთი წამით უნდა გავდიშო აპატი თუ შეიძლება უბრალოდ ესე პრივატულ მაშინ უშევალთ თუ შეგვიძლია შევიკავოთ თავი ესეთ პირადია ესე ვთქვათ დისკუსიებისგან არ ივარგებს ასე უმჯობესია რომ დავსვათ კითხვა და შესაბამისად მივიღოთ პასუხები რეგლამენტის მიხედვით ვიმოძრავოთ და ასე აჯობებს ჩემი აზრით მაპატიეთ შეწყვეტინებისთვის გთხოვთ განაცხადოთ
ჟესტი ვერ გავიგე, იმიტომ რომ რაღაც მე მგონი სასაცილოს არაფერს არ ვამბობთ და ეს აწუხებს ახალგაზრდების ძალიან დიდ ნაწილს და ზოგადად მე ვფიქრობ, რომ მართლა საოცრებაა, რომ რამდენთვიანი განხილვის შემდეგ, რომელიც რამოდენიმე ხნის იყო საქართველოს პარლამენტში, ისევ აქ შემოbrundit და ისევ თავდაცვის კოდექსში რაღაცა გაუგებარი ცვლილებები წარმოადგინეთ. და ეხლა ყველას ხო ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს ცვლილებები გაწევასთან დაკავშირებით, რაც კითხვების დავსვით და ჩემი კოლეგების დავსვენ, არაფერი საერთო ამას არ აქვს ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის ამაღლებასთან. ეს ხო ყველას ძალიან კარგად გვესმის და ძალიან მწუხვა, რომ რეალურად ამას იყენებთ ზუსტად სადამსჯელოდ ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით წინა საარჩევნო წელს და მე ბევრი მაგალითი შემიძლია ჩამოვთვალო, რა შეიძლება და რას იყენებს იარაღაც, თქვათ იგივე მართველი პარტია, თქვათ კონკრეტული სეგმენტის და კონკრეტულად თქვათ რაღაც ჯგუფის დასაპრესად, იმიტომ რომ რეალურად ადამიანებს, რომლებიც არ აძლევენ თქვათ მართლ პარტიას ხმას, ამ ადამიანებს შეუზღუდოს მონაწილეობა თუნდაც იგივე არჩევნებში ან ზოგადად თქვათ წინა საარჩევნო კამპანიებში. მადლობა. დიდი მადლობა, ვიდრე ქალბატონ თეონას გადავცემ სიტყვას, უბრალოდ თხოვნა მაქვს კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ თხოვნას, რომ ესე პირად გადაძახილება